გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მერვე დღეს დამძიმდა განსაკუთრებით და სწორედ მერვე დღეს შევიდა მასთან სახალხო დამცველის აპარატი. იყო როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელი, ასევე ექიმი და მათ მოინახულეს გიორგი ჩიკვაიძე. განცხადება, რომელიც გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე ადასტურებს იმას, რომ ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, თუმცა დამატებითი ინფორმაცია თუნდაც იმ ჩივილების შესახებ, რომელიც ჩიკვაიძეს აქვს, ლევან იოსელიანის უწყებამ არ გაასაჯაროვა გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური ინფორმაცია პატიმრის იყოს დაცული. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი არის, რომ გიორგი ჩიკვაიძეს უკვე გადაადგილება დამოუკიდებლად უჭირს რამდენიმე დღეა. მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისედაც პრედიაბეტური ფაზა. ამაზე ჩვენთან ჯერ კიდევ დედა საუბრობდა მაშინ, როდესაც გიორგი ჩიკვაიძემ თავდაპირველად გადაწყვეტა შიმშილობის დაწყება. მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო შიმშილობა, თუმცა ეს არის მისი პასუხი იმ პოლიტიკურ რეპრესიებზე, რომელსაც მას ქართული ოცნების რეჟიმი უწყობს. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ მის ბიზნეს პარტნიორს, ასევე დედას და ოჯახის მყარი პოზიცია არის ის, რომ გიორგი ჩიკვაიძე უნდა იქნეს გადაყვანილი ისეთი ტიპის კლინიკაში, რომელიც იქნება მულტიპროფილური, გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ, როდესაც ჩიკვაიძეს კრუნჩხვის ეპიზოდი ჰქონდა, სავარაუდოდ მას ტვინში ჰქონდა დაზიანება. ყოველ შემთხვევაში ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ციხის ექიმები აწვდიან ადვოკატებს და ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ინფორმაციის გაზჟღერების შემდეგ ოჯახმა დაიწყო უკვე აქტიურად იმაზე მუშაობა და იმის მოთხოვნა, რომ არა ციხის საპატიმროში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში იქნეს ჩიკვაიძე გადაყვანილი, რომელზეც საუბარი წინა დღეებში იყო, არამედ სხვა ჰოსპიტალში, რომელშიც მრავალპროფილური კვლევები შეიძლება ჩაუტარდეს ჩიკვაიძეს და მათ შორის ადეკვატური მკურნალობა გაეწიოს. სახალხო დამცველი, როგორც ვიცი, მუდმივად ამონიტორინგებს გიორგის, შედიან ხშირად, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გუშინ უკვე კრიტიკულად დამძიმებული იყო. ფაქტობრივად ფეხებს საერთოდ ვეღარ გზნობდა, ხელებზე სილურჯეები ჰქონდა, ადვოკატმა მითხრა, ხელზე რომ მოვკიდე გაყინული იყო. როგორც ვიცი, დღეს უნდა გადაიყვანათ ციხის საავადმყოფოში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული გადაიყვანეს თუ არა. ჩვენი მოთხოვნა რჩება, რომ გიორგი უნდა იქნას გადაყვანილი ისეთ საავადმყოფოში, სადაც შედარებით მაღალტექნოლოგიური საშუალებები აქვს გამოკვლევებისთვის, იმიტომ რომ თვითონ პენიტენციური ექიმები ამბობენ, რომ კრუნჩხვის შემდეგ სავარაუდოდ თავის ტვინში აქვს დაზიანება. თუ თავის ტვინში აქვს დაზიანება, ეს უნდა იქნეს გამოკვლეული მაღალი სტანდარტით. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, საღამოს უკვე მოგვიანებით მელაპარაკენ სახალხო დამცველის ოფისიდან. შესული იყო კიდე დამატებით ჯგუფი ექიმის და იურისტის, სახალხო დამცველის აპარატის, როგორც მივხვდი, რაღაცა კონსილიუმის ტიპის ჩატარდა. საღამოს დამამშვიდეს, რომ გადასხმა უკეთდება და სავარაუდოდ ასეთი გეგმაა, რომ გადაიყვანენ დღეს სავარაუდოდ დილის საათებში მე-18 დაწესებულებაში, როგორც უკვე კარგია, რომ იქნება კლინიკაში. იმედს ვიტოვებ, რომ ყურადღებას არ მოაკლებენ. გიორგი ჩიკვაიძის შიმშილობის მე-9 დღეა. დღეს ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა, თუმცა ბოლო ცნობებს პენიტენციური დაწესებულებიდან დაახლოებით 1 საათში გამოიტანს მისი უფლებადამცველი, რომელიც კლანის მერვე დაწესებულებაში მოვა და პრინციპში ის გასცემს ყველა კითხვას პასუხს, იმიტომ რომ ჯერჯერობით ოჯახმა დაზუსტებით ისიც კი არ იცის ჩიკვაიძე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო პუნქტში თუ არის გადაყვანილი და ეს ყველა ინფორმაცია უკვე მაყურებლისთვისაც ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ეკა ვესელიას აჯანყსრულების დაწესებულებას დატოვებს.